ცხადად არასდროს მქონდა წარმოდგენილი რატომ დავიწყე იუთუბერობა. თავგადასავლებისთვის, ფულისთვის, თუ იმისთვის რომ ვიღაცას ეთქვა რა კაი ტიპი ვარ. თუმცა ჩემი წარმატებული იუთუბერობის გზაზე ყოველთვის წარმოვიდგინა ეს სცენარი. მივდივარ დიდებულ თავგადასავალში სახლ-მანქანით, ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად და ამ მოგზაურობას YouTube-ის შემოსავლებით ვაფინანსებ. სწორედ ამიტომ ჩვენი ხუთეული იწყებს გენიალურ მოგზაურობას სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში და წინ საინტერესო გამოწვევები გველის. გზაში 1000-ნაირად ვერთობით. რა ადეკვატურები არიან წვანს. ვიცინით გათიშვამდე ყველას ისულელეზე. და ისე მღერი თითქოს სცენაზე ვიმყოფებით. რა ყოფილა სიჯაბუკე, შემოგარგო ხრები უკრე. და ასე მხიარულად მივდივარ წინ სანუკვარე მიზნისკენ. თუმცა ნენელა იაზრებ რომ სახლ-მანქანის მოგზაურობის რეალობა იმაზე მახინჯია ვიდრე ჩვენ წარმოდგენებში. ავიჭედეთ? ვიღარ გადის. I told you! 5 ადამიანის 7 კვადრატში ცხოვრება ბევრად რთულია ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა და იაზრებ რომ ეს არაა ის ბედნიერი მოგზაურობა რაზეც ამდენი ხანი ოცნებობთ. გზაზე გაგვითავდა ბენზინი. მოტორი დაიწებოდა. ოკეი, ანუ არ მაინტერესებს. არა, გადაი. ხან წყალი გადმოდის, ხან წყალი არ მოდის, ხან რაღაცა არ მოდის. არ არის ხადაობა. არ არის. დამოხარ თავშავა ეხლა ისა. ეხლა უნდა წახვიდე და აკეთებინო ეს და მორჩა და ესაა მეოთხე ეპიზოდი ჩემი 9 სერიანი სამხრეთ ამერიკული ვიდეოების. მე ჩემ მაქსიმუმს ვაკეთებ იმისთვის რომ ყველა ეს ვიდეო ერთმანეთისგან გამორჩეული და უნიკალური იყოს. რადგან მე მაქვს დეკლარირებული მისია რომ არ გავჩერდე სანამ მაიმუნ კაკოს არ გავუსწრებ გამომწერებში. და ამ თავგადასავალში ჩემი გენიალური მხარდამჭერია საქართველოს ბანკი. ჩვენ 20 დღე გვაქვს იმისთვის რომ მივახციოთ ბაბის საოცნებო ადგილს, იგუაზუს ჩანჩქერს. მოგზაურობა იწყება ბუენოს-აირესიდან და გვინდა რომ გავიაროთ არგენტინა, ურუგვაი და ბრაზილია და ასე მივადგეთ იგუაზუს ჩანჩქერს. თუმცა ეს არ იქნება სტანდარტული მოგზაურობა. ეს იქნება მოგზაურობა MMS-ის წესებით. წესების მიხედვით თუ საზღვარს გადავკვეთ ან ქალაქში ერთ დღეზე მეტი დროით დავრჩებით, ვალდებული ვართ MMS ჩელენჯები შევასრულოთ. თუმცა აქამდე ჯერ არ მიგვეჩქარება. მოგზაურობა ნელი ტემპით დავიწყეთ და პირველ 3 დღეში მხოლოდ 400 კილომეტრი გავიარეთ. ჩვენი პირველი დანიშნულების პუნქტი არგენტინა-ურუგვაის საზღვარია. სწორედ აქ შესრულდება MMS-ის პირველი ჩელენჯი. თუმცა სანამ იქამდე მივახცევთ, სხვადასხვა ფუნქცია უნდა გადავინაწილოთ. პირველი ფუნქცია რაც აუცილებელია ნიუთების დაორგანიზებაა და ამ ყველაფრის მინისტრად ინიშნება ბაბი. აურა კაია. კონი წინა მანქანა ჯობია. მან მთელი დღე მიუძღვნა მანქანის სრულ ქიმწმენდას. ესე ჩემინებით გავუშვი, მეთქი თქვენ დაწექით, ფეხებში არ მომებლანდოთ, მე მივხედავ. ბაბიმ აიღო თავის თავზე კამერების სწორად დაყენება, რომ ყველა მნიშვნელოვანი კადრი დავაფიქსიროთ. უხურეთ პროსტა რა მაგარია. უხურეთ ხალხო რა მაგარი შემოვიფიქრე. ხედავ რა მაგრა ჩანს. რა ჩანს? თელია ეს ჩანს ყველაფერი. რა მთელია ეს ჩანს? სალოდება. რა ბიჭო ვერ ხედავ? თელია რა ჩანს? რა ჩანს? აი რა ჩანს აბა? კიდევ ერთი როლი, რომელიც ამ მანქანას შესაძლებელია, შეფსარეულის როლია. ამ ხანგრძლივ გზაზე ხშირად მოგვიწევს საჭმელების მანქანაშივე მომზადება. ამისთვის აქაურობა სრულად არის აღჭურვილი. სახლ-მანქანას აქვს ელექტროღუმელიც და გაზგურაც. მოკლედ, მანქანის მთავარი მზარეული და სამზარეულოს მინისტრი გახდება ალე. ბომბაკლად! აი, ვანახთ მაცივარში რა გვაქვს. თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ საჭმლის მომზადება ალეს სწორად ვანდეთ. ხელები დაბანიკა. აბარო. Surprise! არდა რა კაი ფიცა ნახ. რა კაი გამოვა. Wow, so demure. საკია რა რაღაცა? ეს დამორჩა. აქედან ამ ქალაქში საუბრობთ. თითქოს ნახევარი ცომია. თითქოს ჩვენი მოგზაურობის შემდეგ გმირია ლუკა. ეს იშლება? ეს უნდა გაიშალოთ? მე აქ არ ვიძინებ. მე აქ არ დავიძინებ. და ის სწორედ აქ იძინებს. ლუკას რაც ყველაზე კარგად გამოსდის უადგილო დროს სიმღერაა. მიყვარ ხარ ტკბილო კახეთო. ეს უნიკალური ნიჭი ვერაფერში ვერ გამოვიყენეთ და მიუჩინეთ ფუნქცია, რაც ყველას ერთნაირად გვეზარებოდა. ის გახდება ჩვენი ტანსაცმლის რეცხვა გამშრალების მინისტრი. ეს რა?
ლუკა ლუკა ნაცისტები გადაიღე გადაიღე დავარდი დავარდი იმ წალში სადაც დავცალეთ ჩავარდი ყველაზე უსარგებლო როლი ამ მანქანაში ამ გოგონას აქვს. ეს თეა. რადგან ის ჩვენ შორის ყველაზე პატარაა, განსაკუთრებული პასუხისმგებლობები არ ავკიდეთ. თეას ყველაზე მეტად აწუხებს პირადი სივრცის არქონა და ამიტომ ტუალეტი არჩია საკუთარ ოთახად. რაც ხშირ შემთხვევაში ჩვენ გაღიზიანებას ან ხანდახან ტრამვასაც კი იწვევს. თეა, შენ რო ტუალეტში იყავი, რო არ გამოხვედი და მე გარეთ გავედი. ეხი გადამებრუნდა და ვიღრძე. თეა ერთ-ერთ შემთხვევაში შეიძლება გამოიტყო ტუალეტიდან. თუ მანქანის ტარება შესთავაზებ. გაიჟდები? მართლა? ხა. მიუხედავად იმისა, რომ 16 წლისაა და მართვის მოწმობა არ აქვს, ის გიждდება მანქანის ტარებაზე და მე მისთვის სიურპრიზი მაქვს. თუმცა სანამ მანქანის ტარება შევთავაზებ, თავარი მესაჯის ფუნქცია მე მაქვს. დიახ, ეს მე ვარ. ამ ჯგუფის წინამძღოლიც და მანქანის მძღოლიც. მათ შორის მაშინ როდესაც ხვებს წინავთ. ესენი ხო ძილს არ დაგაცდიან. წევართ ადამიანები აქ თეას და ლუკას წინავთ. აქ ალეს და არა ძილის დრო გამოგვიცხადე. თუმცა ვერ ვიტყვი რომ ამ გაბარიტების სახმანქანის ტარება საუკეთესოდ გამომდის. მაგრამ გადავჭი. გადავჭით არა ის კიდევ ცნობილი. მაგალითად ამ დროს ელექტროენერგიის კაბელებს გამოვედეთ და კინაღამ დენმა გვხია. დენის იმას. ეგ ვიცოდი, просто იმიტომ რომ არამდენზეა დენი ვოლტი. ხო იწია ვოლტაჟმა. ეს არ იქნება ავტოინციდენტის პირველი შემთხვევა. მე ხშირად მომიწევს გავედო ტოტებს. ტოტი დავარდა მანქანაზე. ტოტა და მანქანაზე. მომიწევს ჩავეფლო ტალახში. ისე რომ ამ ტურის ბოლოს სახმანქანა შეიძლება სავალალო მდგომარეობაში მივაბრუნო უკან ზარალით. ამ ზარალს რა თქმა უნდა დაზღვევა ანაზღაურებს, თუმცა ვინ გამოიკვლევს ამ ავტომობილის შემთხვევების ისტორიას? საკითხავი აი ეს არის. ეს პრობლემა ქართველებსაც გვაწუხებს და ამ ყველაფრის გადასაჭრელად car vertical-ი არსებობს. მისი მეშვეობით მანქანის ყიდვამდე შეგიძლია შეამოწმა ავტომობილის წინა მდგომარეობა. ჩამოყრილი გარბენი და იყო თუ არა დარტყმული. ნუ დენის დარტყმის გამოკლებით. აბა ეგრე ხშირად დავტენხმ. დიდი მოვკლეთ, მაგრამ დავტენოთ ხოლმე ერთი მაგის. იმისთვის რომ მანქანის შემოწმების დროს ფასდაკლება მიიღო, car vertical-ზე შეგიძლია ჩემი პრომოკოდი გამოიყენო და მე უკვე მშვიდად იქნები და გეცოდინება მანქანის სრული სურათიც და მდგომარეობაც. კინაზე დაჯექე იგეთ დროს არის საერთოდ. კინაზე? ხო, პლასმა იმაზე არ დაჯდა ვეზე რამეზე კინაზე რომ გადმოვიდეს ეგრე. მაგ PhD უცოთ, მაგ მე არ შემეშევა, ვიცი რომ რა შეიძლება გამტარებელზე უნდა დავჯერო არ დამართა სტენი. მესმაკლებია, მიკროფონია. ფიზიკა აქ ჩაბარებული და თუ გასექსუალურებად Instagram-ზე უთხარით ფოტოები დადეთქო. ფიზიკი ჩავაბა. ფიზიკურობა. სხვათა შორის 60-დან 60 ავიღე, ისე მაგრა დავწერე ფიზიკის კამპუსზე. ფიზიკურად მართლა მაგარი ბიჭია. ამანიცის. ბიჭო, სადა არის? შეიძლება ვიწექით. აქტიური მოძრაობა მე-4 დღეს დავიწყეთ და ამას თავისი მიზეზი ჰქონდა. გარეთ მაინც მუდმივად წვიმდა და არ გვინდა და დრო დაგვეკარგა. იცვლებოდა ადგილები, მაგრამ არ იცვლებოდა ამინდი. იმდენად ცუდი ამინდები იყო, რომ გარეთ მხოლოდ მაშინ გავდიოდით, როდესაც წყლის ავზის ავსება ან ბენზინის ჩასხმა გვჭირდებოდა. What you doing, brother? გაიყინენ შრომელი ბიჭები. ყალსავსებენ და არის გრიგალი და უბედურება. მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილი სახმანქანის მოგზაურობა ჯერჯერობით ვერ შევიგრძნობდით, რადგან ერთ ოთახში ვიყავით გამოკეტილი, მაინც რაღაცნაირად ვაართმევდით თავს ამ დეპრესიას. ფიზიკური აქტივობა კემპში, იმიტომ რომ მთელი დღე დავდივარ და უყვეთავ საზღვრებს Starbucks-ს. სასიარულო, დავცილო, რომ ნაბიჯები, ავაგროვოთ ასეთი მოძრაობები. ჩვენი ყოველდღიურობა ამ 8 კვადრატში ტრიალებდა. იმდენად რომ რაღაც დონეზე გავრეკეთ და მხოლოდ სისულელეებზე გვეცინებოდა. ტკბილიანი არის კუხნია. Sans კუხნია. Uno mene patri. არა იმ რაღაცას დაარტყა ჯერ. პანგ რაღაცა. კაი, ხამ ნუ გაუტევამ თამაში. Uno mene patri. ამ პასიური დეპრესიის ფონზე ასე თუ ისე მაინც კომფორტულად ვართ. ჯერ კიდევ 15 დღე გვაქვს რომ იგუაზოს ჩანჩქერამდე მივახციოთ. ჩვენ გვაქვს ყველაფერი რომ ამ სივრცეში კომფორტი შევიქმნათ და უფრო ზუსტად რომ გავიეზროთ, რა გვაქვს საჭიროა მოვაწყოთ ამ სახმანქანის რუმ ტური.
ჩვენი სახმაქანა სტანდარტულ ოთახთან შედარებით საკმაოდ მცირე ზომისაა. თუმცა ყველაფერს ვატევ. ჩვენ გვაქვს სათავსო 1, სათავსო 2, სათავსო 3 და კიდევ ერთი სათავსო პურისთვის. მორიგი სათავსო 1000-ნაირი სნექისთვის. კარადაა რომ შევალაგოთ ჩანთები. აბაზანა და ტუალეტი ერთადაა მოწყობილი და აქვს მინიმალური, მაგრამ კომფორტული ატმოსფერო. აქ არის უნიტაზი, ნიჟარა, სარკე, სათავსოები ჰიგიენური საშუალებებისთვის და რაც მთავარია საშხაპე. გზაში რომ არ აუყროლდეთ. მისაღების სივრცე საჭის უკანაა მოწყობილი და შედგება მაგიდისა და სავარძლებისგან. აქ დღისით თუ ჭამთ ალის გაწიკწიკებულ სადილს, მოგვიანებით კი ეს მაგიდა ტრანსფორმირდება თიას და რამდენადაც არ უნდა წუწუნებდეს ლუკას საწოლად. Yay, now you can sleep. Yes. საწყალი ლუკა მელოდებოდა, იმიტომ რომ აქ იცინებს. სადაც თქვა რომ არ დავიძინებო. თუმცა მის ტრანსფორმაციას ცოტა დრო არ სჭირდება. ჩვენ ასევე გვაქვს კიდევ ერთი მასტერ საწოლი, რომელიც წესით ჩემი და ბაბის განკარგულებაშია, თუმცა ყოველთვის არა. ზარმაცები. აი, ხო იცით იმაში კომკეში რომ დრიზელა და ანასტასია რო არიან. აი, ეგენი არიან ესენი. ასევე გვაქვს ერთკაციანი საწოლი მაგიდის ზემო და აქ ალი იძინებს და შეზღუდული სივრცის მიუხედავად პოზების შერჩევა არ უჭირს. ბალერინა ყავს. ჩვენი სამზარეულოც კომპაქტურობის მიუხედავად საკმაოდ დატვირთულია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, აქ გვაქვს გაზქურა და ელექტროღუმელი. ასევე ნიჟარა და რაც მთავარია მაცივარი, სადაც შეგვიძლია პროდუქტები შევინახოთ. თუმცა ამ შემთხვევაში სპეციალურად განთავისუფლებულია საჭმელებისგან, რადგან უნდა ვილაპარაკოთ ჩემს სპონსორზე, ჰენკაზე და მის წყალზე D ვიტამინით, რომელიც სამხრეთ ამერიკულ მოგზაურობაში ყველგან თანდაუყვება. ერთი ისაა, რომ ხშირად მითავდება და ამის გამო მხოლოდ მაშინ ვსვამ, როცა სარეკლამო ინტეგრაციას ვაკეთებ. მაგრამ თქვენ რა თქმა უნდა ულიმიტოდ შეგიძლიათ იყიდოთ აგროჰაბში, გუდვილში, ევროპროდუქტში და კიდევ უამრავ მაღაზიაში. ამასობაში ნენელა მივიდა იქით ურუგვაის საზღვარს და როცა უკვე ნანატრი პირველი MMA ჩელენჯის შესრულების დრო დადგა, გაჩნდა პრობლემა, რამაც თავდაყირა დააყენა ჩვენი გეგმები. და ამ პრობლემას ეწოდება წყალი. სამზარეულო ყველა მყანი და ნიტოქში წყალი არ გვაქვს რა. ჯერ მანქანის მოეპატრონისთან მცადეთ სიტუაციის გარკვევა. ნიკა წერს ონერს არ ყავს ხახტერო. ვოთარ პამპის ხმა გვესმის თქო, მაგრამ ძალიან უცნაურია თითქოს ჰაერითაა სავსე თქო და არა წყლით თქო მიწერე. მეორე ისის ეგრემ ჩავსო. მეორე ხრივანა. რატო ვერ ამოწმით? ამ წყალზეც იგივეა. აი, მოკეთე. გაურკვეველი პასუხების მერე საკუთარი ძალებით ვცადეთ ამ პრობლემის აღმოფხვრა. დაბა წყლის რომელია? და მე მგონი ამას ის ნიშნავი უნდა რა. კარგად მოვარდეთ. ავიდეთ ნახოთ. Oh my god. It ain't going nowhere. როცა მივხვდით, რომ ჩვენით არაფერი გამოდიოდა, ბოლოს ზარი ახლობელთან გამოვიყენეთ და ამ ოთხეულის მამა ჩავრთეთ საქმეში. შევიდა, მაშინ მოტორი დაიწებოდა. უეჭველი? საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ წყლის მოტორის პომპა იყო დაზიანებული. ანუ ვერაფერს ვერ უშველით, ხო? თქვენ ვეღარაფერს ვერ უშველით. დადგა რისკი, რომ უკან მოbrunება მოგვიწევდა ამ ყველაფრის აღმოსაფხრელად. ამან ძალიან იმოქმედა ჩვენს მიმდინარე და სამოვლო განწყობაზე. არ ვიცი რა. და მოყანთაბაშალა ეხლა მთელი ისა. ეხლა უნდა წახვიდე და აკეთებინო ის და მორჩა და მეორე 2000 ევროზე დაუმატო რა. დავდექით დილემის წინაშე, ან გაგვეგრძელებინა უწყოდ მოძრაობა, ან უკან დაბრუნებულიყავით. ანუ ჩვენი სახმაქანის აზრი იკარგება ახლა წყალი თუ ტუალეტზე თუ ვერ ჩარეცხა და ხელი ვერ დაიბანა და რაღაცა და. თუმცა ემოციებით დაცლის და ლოგიკური აწონდაწონის შემდეგ მივხვდით, რომ უწყოდ ნამდვილად ვერ გავძლებდით. უნდა დაბრუნდეთ. ანუ თემა ის არის, რომ არ დავბრუნდეთ, უარესია. ანუ თან ისიც არის, რომ არ გავაკეთოთ. უწყოდ ვერ ვივლით. ბაბი ხომ მანქანას ვერ დაალაგებს. ალეს ოსისებს ვერ გააკეთებს. ერთ-ერთი თია შეიძლება აწყობდეს ეს ამბავი, რადგან ტუალეტს პირველადი დანიშნულებით ვეღარ გამოვიყენებ და თია ბოლომდე თავის ოთახად გადააქცევს. თანაც ყველაზე ცუდი ისაა, რომ ეს პრობლემა შეიძლება ჩვენ დაგვბრალდეს, რადგან როგორც ჩანს ბარომეტრს ყურადღება არ მივაქციეთ და წყლის მოტორს მაშინ ვაუშავებდით, როცა დაცლილი იყო. ან მოტორის გადაწვა ჩვენი გალი არ ამონი იყოს. იმიტომ რომ ის არ აჩვენებდა, რომ წყალი დაცლილი იყო ბოლომდე. დიახ. და ჩვენ რომ მივხვდით, რომ წყალი აღარ მოდიოდა და მოწანწკარებდა, მაგის მერე არც გამოგვიყენებია. საბოლოოდ მაინც გადავწყვიტეთ უკან მიბრუნება. I will return and we will discuss about discounting or something like refunding something. გვენანება დრო, მაგრამ არ გვენანება ფული. ხო, ახლა არ ვიცი, უნდა მივბრუნდეთ, დავკარგოთ ამდენი ფული, დრო, ენერგია
იქ შეკეთებისას კიდე კაცმა არ იცის რას მოგთხოვენ. თუმცა მთავარი მაინც დროა. ფულის პრობლემა უფრო ნაკლებადაა, რადგან საბედნიეროდ ამ სახალხმანქანის მოგზაურობას სპონსორები აფინანსებს. თან ისეთი სპონსორები მხოლოდ ერთი ზარითაც რომ გვარდება პრობლემა. Selfie. ჭირდება help. მოკლედ, როგორც კი გადაწყვეტილება მივიღეთ, ცოტათი დავმშვიდით და სასწრაფოდ გამობრუნდით, დრო რომ აღარ დაგვეკარგა. თანაც მოკლე და არც ისე სასიამოვნო გზებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს საშინელი გზა სწორედ Google Map-მა გვასწავლა, ფაქტია, რომ მის გარეშე ამ ქვეყანაში დავიკარგებით. თანაც Google Map-ის გამოყენება მეგაბაიტების ხარჯის გარეშე შეგვიძლია, რადგან selfies roaming-ის ნებისმიერ პაკეტზე Google Map-ის, WhatsApp-ის და Messenger-ის გამოყენების დროს ულიმიტო რაოდენობის მეგაბაიტები გაქვს. Hey, Carioca! Let's go! Გავდი ვარ სამშვიდობას. ეგრედა. Dai, lotsos, ala. უკან დაბრუნებულებს დანიელი დაგვხვდა, რომელმაც შეამოწმა სამზარეულო, თიას ოთახი, წყლის პომპა და გვითხრა რომ გადავჭით. მატორი არ დამწვარა და თანაც ყველაფერი უმოკლეს ვადაში შეაკეთა. ამის ვიარეთ. შეხედე. 600 კილომეტრს. საბოლოოდ 2 დღის და ენერგიის დაკარგვის შემდეგ ახალი ძალებით დაუბრუნდით გზას იგუაზოს ჩანჩქერისკენ. ერთი გადაჭერა ჭირდებოდა თურმე და მაგის გამო დაახლოებით ჯამში 600 კილომეტრამდე თბილად ვიარეთ. ასე რომ, ბევრად უფრო გამოცდილები და დროდაკარგულები ავედით ურუგვაისკენ. მე-6 დღეს უკვე ურუგვაის საზღვართან ვიყავით, მაგრამ საზღვარს ვერ გადავკვეთ მსხვერპლის გარეშე. რადგან როგორც გითხარით, MMS challenge ამოქმედება საზღვრის კვეთისას ან ქალაქში ერთ დღეზე მეტი დროით გაჩერებისას. MMS საიდუმლო ორგანიზაციაა, რომლის წევრობაც იოლი არაა. ის მიზანმიმართულია იმაზე, რომ შენ ცხოვრებაში რამე შეიცვალოს და ეს ცვლილება სხვადასხვა გამოწვევებით უნდა მოხდეს. MMS აქვს საკუთარი კოდექსი და წესები. ჩვენ მოგზაურობას ეძღვნება MMS-ის წესების სპეციალური კატეგორია 21-დან მე-40 წესის ჩათვლით. და ამ კატეგორიის სახელია რას ფიქრობს ხალხი შენზე. მოკლედ, როცა საზღვრისპირა ბენზინგასამართ სადგურს მივადექით, უკვე ვიცოდით, რომ ვიღაც გაიწუწებოდა. რადგან ამოქმედა MMS-ის წესი ნომერი 21. თუ ხალხი ფიქრობს, რომ ყველაზე მცივანა ხარ, მაშინ დროა გახდეს ისივის ტრუსიკის ძმაკაცი. ერთ-ერთი ის გადაგვჩენია გავარკვიოთ, ვინ გონია ხალხს ყველაზე მცივანა. და სწორედ ამ არჩევანის გაკეთება უთხოვეთ ადგილობრივ ბენზინის ჩამსხმელს. ჩვენ სახეზე გვეტყობა, რომ ჩელენჯის შესრულებით არც ერთი ბედნიერი არ ვართ და აღარც გართობის ხასიათზე ვართ. Hi. ეს მოგზაურობა ვერ გაგრძელდება თუ საზღვრის კვეთის ან დიდხნიანი გაჩერების დროს MMS challenge არ შევასრულებთ და ამიტომ გვიწევს წესებს დავემორჩილოთ. ვინ არის შენი აზრით ყველაზე მცივანა? You should say. Okay. ეს პირველი MMS challenge-ია სულ შესასრულებელი 6-დან. შესაბამისად გზა შეგვიძლია 7-დან გავაგრძელოთ. ეგ არის. Ale. ჩემი რაღაცები. So sorry, Tia. მაგარი კაცი ხარ საღოლძმა, აი მაგრა შეასხე. უკვე ერთი კვირა გავიდა რა წამოსულები ვართ და ამ დროის მანძილზე ღამის გათევაზე მუდმივი პრობლემები გქონდა. სამხრეთ ამერიკა მაინც კრიმინალური კონტინენტია და უკაცრიელ ადგილას პარკინგს მაინც ვერ იდებით. გარეთ შესამჩნევ ადგილას და პარკინგებით კი შესაძლოა პოლიცია დაგვადგეს. რაც მოგვიანებით აგვიხდა კიდეც. ახლა მოვედით პარკინგზე. ვიფიქრეთ, რომ აქვე დავაყენებდით და ჩვენ მანქანას ფოტო გადავუღეს და ნიკა არის ახლა გადასული ელაპარაკება. ამიტომ ძირითადად გვიწევს სპეციალურ საკემპინგე სივრცეებზე დაპარკინგება. თანაც აქ პარკინგს ის პლუსი აქვს, რომ შეგვიძლია მანქანა წყლით ავასოთ და ელექტროენერგიით დავმოხდოთ. თუმცა ამ პარკინგებზე პრობლემებს ხშირად ვაწყდებოდით. ვინმე იყენოს რომ მივხვდე რომ აი აქ შეიძლება დაპარკინგება.
მარტო ჩვენ ეს ხوارგავედები არ კაბელებს. ისე ხდებოდა რომ ხანდახან ძალიან გვიან მივდიოდით და ვერ გებულობდით სად უნდა დაგვეპარკინგებინა მანქანა. Bro. Are you sure? სამოწმეთოს. ეს ზანდი დიდოთი. კუჩი შემოვედით, აი ამ ხის ქვეშ გამოვიარეთ, წარმოიდგინეთ, დედა უტირეთ მანქანას ალბათ. სიამდვილეში შეხედე, აი იქიდან შემოდის გზა. უფრო ხშირად კი პრობლემა იყო ენის ბარიერი. აქ მხოლოდ ესპანურად ლაპარაკობენ და ჩვენი ინგლისური არ ჭრის. ¿Cómo estás? English? No? Electricity? No? Electro? Electricity. ამას ემატებოდა ისიც რომ ქეში არ ქონდა თან წამოღებული. Card? By card? Tarjeta? No, tarjeta no. Efectivo? En efectivo. No, tarjeta no. Argentinian peso? Tampoco acepto, solo dólar. ¿Dollar? USD dollar? ¿Dólar sí? No. American dollar? Sí. How much American dollar? Sí. American dollar, how much? ¿Dólares sí? How much? Dollar? Sí, americano. How many? ამდენმა პრობლემამ, გაუგებრობამ, ემოციებმა, უკან მიბრუნებამ და ცუდ მამიდებმა ენერგია გამოგვაცალა. ისე რომ მოგზაურობის დაწყებიდან ერთი კვირის თავზე უკვე გაგრძელების მუღამსაც თითქმის ვეღარ ხედავდით და ადგომას კი გვეზარებოდა. Taya, wake up. We got it. The bus, the horse, and what the მოგასაყარელი საქმიანობა მწვალებლობა. როცა ურუგვაის საზღვარს მივოდექით, ისეთ ნერვებზე ვიყავით, რომ ხანდახან სრულიად უაზროდ ვეჩხუბებოდით ერთმანეთს. იცერ ამას? კი, ვიცერ. რატო? ვიდან არ გადავიწერო? იღებ რამე? ვიღებ. საიდან აბა? არა, მე გეთქვა, ცოტა кай ხასიათი იქნება. ხოდა ეჭვის თვალით რო იხურები, უარეს ეჭვებში ჩაგაგდებ, გაიგე? ეჭვიანი ვარ ზოგადად ისეთ ლამაზი გოგო მყავს. ნელა ბიჭო, აქეთ უნდა და. ამდენ დავიტარებას ისიც დაემატა, რომ საზღვარზე ბიუროკრატიის ბუდეში გაგვახვიეს. No, Russia no. Georgia. Georgia. თუმცა არგენტინა-ურუგვაის საზღვრიდან 2 საათიანი დაყუნების შემდეგ მაინც გაგვიშვეს. ასე რომ გადავწყვიტეთ წინა გამოცდილებები წარსულში შევგვებარებინა და ურუგვაის ახალი განწყობით შევხვედროდით. Uruguay, welcome! თუმცა განსაკუთრებული მოლოდინების მიუხედავად სამწუხაროდ ურუგვაიში ბევრი არაფერი დაგხვდა. მოკლედ, მონტევიდეოს გარდა ყველაფერი არის სოფელი. 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს ურუგვაიში და 2 მილიონი აქედან მონტევიდეოში. 1 მილიონი ნახევარი ვერ ვიყავით სად არის გაფრთხილებული. მაგრამ დეხა 500 კილომეტრი. ვერ ვიყავით წესიერი ადგილი, სადაც დავბანაკებული ვიყავით. გასული გადავჭრით ურუგვაის ისე რომ ყველაფერი საინტერესოა. თუმცა მთავარი მაინც ისაა, რომ არგენტინასთან საერთოდ აღარაფერი გვაკავშირებდა. რა ყოფილა სიჯაბუკე, შემოგარგო ხრები უკვე, ეს ლევია სიღარულისა. პირველად შევჩერდით ქალაქ პალმარში, სადაც დაგხვდა სრული სიჩუმე და ბატები. რა ბაზარია? გადავწყვიტეთ გზა ისევ გაგვეგზელებინა და შეუჩერებლად გვევლო. სანამ არ ჩავიდოდით ისეთ ადგილას, რომ რამდენიმე დღე დარჩენილიყავით. აქამდე სანამ გზაში ვიყავით, წესებში არაფერი შეცვლილა. ალი პირნათლად დასრულებდა თავის მოვალეობას. ლუკა ისევ ტვინს ბურღავდა სიმღერით. მე კი ისევ ვერ შევეგუე ამ მანქანის გაბარიტებს და საკმაოდ მარტივ სიტუაციებშიც კი დამატებითი ტექნიკის ჩართვა მჭირდებოდა მოსაბრუნებლად. მანქანა გავჭედეთ მოსახლეებში და რანით უყურებენ და დანატრიალებენ. მაგად უკანა ხდება? ვახ, ჩერ. ფოტომედები. აი ხა წინა მაჩვენე. ჩემი ამ სისუსტის გამო ბავიმ ახალი ფუნქციაც დაიმატა და ის შტურმანიც გახდა. აქედან რო გახვალ გააჩერეთ, თორე აპოკალიფსი. და ძვალობს ხო იცი. იმდენად ხშირად ჩავაგდე მანქანა ხიფათში, რომ ის მუდმივად ფრთხილობდა. არ ჩავიხერგოთ აქ ტალახში, ხოლმე გადავები. და ხანდახან გადაჭარბებულ ყურადღებასაც კი იჩენდა. აქ ხო გავალ.
ეხლა არ გამახსოვს. არა, გახმოვდა. ვაიმე. ამდენი რეპლიკა მანქანის მართვაზე ხანდახან აუტანელი იყო. ამიტომ გადავწყვიტე სამაგალითოდ დავსაჯო და მოვატყუოთ, რომ მანქანა ტალახში ჩაგვივარდა. ვეღარ გადის. I told you! გავიჭედეთ. ჩართული კამერა. აი წინ ნახე ეგეთი რაღაც რო ჭირს ბალახს ესე იგი განძრეულია. ბიჭო. ნიკარა ხარ პრინციპული ხანდის ხან არ ვარ გა. რაუ, ჩაგადადი რა შეხედე. მაიცა წინერი ეს ჩადექი. ეხლავე მივაწვევი უკმინა. უარესია წინ უნდა მივაწვე. მიდი, ნახე რა საწვევო. ემეს მაგაცვი. ბიჭო, მართლა. ვაა. საუბო. გოგოებო, ალექსანდრე. ფასკატი არის მაუს. ეხა კიდე მართლა. ხოვა. არ მიღედი. რა მოაწვე, საღოლავი? ბიჭო, ეგეთი ვარა. ამიტმა გამოდარება მერვე დღეს დაიწყო და გამოკეთდა ჩვენი ხასიათიც. გადავწყვიტეთ ტაკუერენბოში უკეთესი ადგილი მოგვეძებნა და ცოტა ხანი დავრჩენილი ყავით. თუმცა როგორც მანამდე ვთქვით, ერთ დღეზე მეტის დარჩენა MMS ჩელენჯის შესრულების გარეშე შეუძლებელია და ის სწორედ ამ ქალაქში შესრულდება. ტაკუერენბო ტურისტული ქალაქი არაა, თუმცა აქვს თავისი ხიბლი. აქ გაუჩოს კულტურა. ალბათ უფრო მეტი ცხენია ვიდრე მანქანა. აქ ცხოვრობენ ფერმერები, რომელსაც უამრავი შინაური ცხოველი ყავთ. შესაბამისად, შემდეგი ჩელენჯი ცხოველს უკავშირდება. მაგარი ჩელენჯი, მოდი ესე ჩელენჯი გავაკეთოთ. საღლის ძრე დალიოს ვიღაცა. ოღონდ ბაბი მოწველო საღლი. ბაბი რამდენად მოწველდი ზაღს? არც ერთ ცენტრი. მილიონად არ მოწველდი. მილიონად არ მოწველდი. ვერ მოვწველავდი შვილო. ზაღს ნამდვილად არ გამოვწველით, მაგრამ შემდეგი ჩელენჯი თემატურად ცხოველზეა. მოკლედ, MMS-ის წესი 29 ამბობს: თუ ცხოველები გეზიზღება, მაშინ დროა მათთან ჩახუტება ისწავლო. ისღა დაგვრჩენია გავარკვიოთ, ვის ეზიზღება ხალხის აზრით ცხოველი და იმედია ეს ადამიანი ბაბი არ იქნება. მე ვიქნები ის, ვისაც აირჩევენ და მაგრამ და მინდა მე. წავედი მე. Hola. ¿Cómo estás? Bien, ¿y vos? I have a question. What do you think? Buddy. Pick one of us. Which one? Okay, cold. Yeah, you. ამიტომ ჩემი და ალისგან შემდგარმა დირექტორთა საბჭომ ერთმანეთ გადავწყვიტეთ. ჩელენჯი გადაიდება. სანამ არ გამოჩნდება შესაფერისი მომენტი და თან, სანამ ლუკას საერთოდ დავიწყდება, რომ ეს წესი შესაძლებელია. და მაინც, რადგანაც შევთანხმდით, რომ ეს წესი შესრულდება, ჩვენ უფლება გვაქვს ტაკუერენბოში დავრჩეთ. უბრალოდ ჩვენ გვჭირდება ისეთი ადგილი, რომ ცოტა დავისვენოთ, განვიტვირთოთ და ისევ სახლ-მანქანაში არ ვიყოთ მთელი დღე. ჩვენ ასეთი უბრალო ადგილი ვერ ვიპოვეთ. ჩვენ ვიპოვეთ ნამდვილი სრულყოფილება. ხელში შემოვიდა მანქანა, გადავცვალეთ გაცილებით იაფასიან სახლზე. ეს არის ტიპიური გემრიელი ურუგვაული რანჩო, სადაც არის პატარა კოპცია სახლუკა და წინ ცხენები დარბიან. რა გვაქვს ჩვენ? მაგიდა 4 კაცისთვის, საწოლი 1, საწოლი 2, თავარი 2 კაციანი საწოლი, გენიალური კაკობაბუს ტახტი და უამრავი უსაყვარლესი სოფლის პატარა ინვენტარი. სახლის წინ გვაქვს გემრიელი მოსასვენებელი სივრცე, ულამაზესი, უკოპციავესი, უკუსკუსავესი, რა ქალივით ვლაპარაკობ. და ასევე აქ გვაქვს გრილი, რომელსაც დღეს საღამოს დაიყრება ასადოები დაიყრება. ასადოები არ გვაქვს. ეს არის ტიპიური ურუგვაული რანჩო. აი ესე ცხოვრობენ ურუგვაის სოფლებში ადამიანები და ერთ-ერთი ადამიანი აქირავებდა თავის მეორე პაწუა სახლსაც და შემთხვევით ვიპოვეთ ეს ადამიანი. გამოკითხვით მოვაგენით. ესეთი სახლები Airbnb-ზე და ეგეთ ადგილებში არდებს. უბრალოდ უნდა მოვაკითხო, ქეში უნდა გადავხადო, თარგმნო, translate-ით და მოვაგნებ ეგეთ რაღაცას რა. ის ამბავი რომ camping car-ით ვართ, გვეხმარება იმაში რომ default კომფორტული სივრცე გქონდეს, მაგრამ ხანდახან რომ მოგვეზდება ეს camping, მანქანა
შეგიძლია ესეთ ლამაზ სახში გადმოხვიდე. მოგწონს? ოუძან კაია. ეგეთია. ჩვენი ახალი ადგილსაყოფელის წყალობით შესაძლებლობა გვაქვს კომპაქტურ გასკურას მოვშორდეთ და პირდაპირ ბუნებაში გადავინაცვლოთ. გადავწყვეტეთ გრილზე ურუგვაული ჩორიზოების შეგვეწვა და ამ საკითხის ორგანიზება ალემ და ლუკა მაიღო თავის თავზე. თუმცა უთანხმოება პირველივე ნაბიჯებიდან დაიწყო. ახლა ალემ უნდა გაგვანათლოს, როგორ უნდა ცეცხლის დანთება. იმიტომ რომ ჩვენ აკლები ვართ და არ ვიცით. მოდი შენ ახსენი როგორ ანთებ. მე ვიძახი. დავყაროთ ნაკვერჩხალი. დავალაგოთ ზემოდან პატარა ტოტები, დავანთოთ ცეცხლი. ეს ტოტებიც ჩაიწვება, ნაკვერჩხალიც გაცხელდება. დავადებთ მე ზემოდან, შევაბრაწუნებთ, შევაპიწყინებთ გემრიელი რაღაცებს, რაც უნდა შევწოთ. რატომ არ არის ეგ მისაღები? Because your brain is little, very little. And I physics major, buddy. Chill down. Okay? ნახე, ცეცხლი რომ მოიკიდოს რაღაც, ცეცხლის ზევიდან უნდა იყოს ის რაღაც, რასაც უკიდებ. შენ თუ ჩარკულს ქვეშ დაყრის და ცეცხლს ზემოთ დაანთებ, რომ მოიკიდებ. ერთი შეხედვით მარტივი ჭეშმარიტება იმდენად დიდი განხილვისაგანია, რომ ლოგიკური მსჯელობით ვერ გადაწყდა და პოლემიკას ოჯახის სხვა წევრებით შეუერთდნენ. შენ რას ფიქრობ? აბა თამილათო რთქილავა. არა, შენ გიხსნი. აქ ცეცხლი ხო დაინთება? მერე? მე ხო გიზგიზდება. და მე ამას რო დააყრი გაცხელდება. რატომ არ გიზგიზდება? ეს დაეხმარება ეს როგორ დაეხმარება? ნიკას აზრი, ნიკა შენ რა მე არ მომისმენი, მე უბრალოდ ეს დაპირისპირება მომწონს, თორე არც ვიცი რა ზიარი საუბარი. თუ დაყრი აქ და ზემოთ ნაფოტებს დაადებ და ცეცხლს დავკიდებ, ერთად გაცხელდება და დაიწვება ყველაფერი. გაცხელდება, ეგრე არ მუშაობს ცეცხლი. როგორ გაცხელდება? Fire expert. ერთი წამი. You go do it. მარტივად ეგრე. ხოლა How do you make fire? It's okay. So you do this first and then this? Yeah. Why? No prende. No. Okay. დაბა შერაშვები ალა შერაგინდა და რა გეკ. მაგას ვამბობ მე. ჯერ ამას ანთებ და მე აყრი. ლუკას რა უნდა და რომ ჯერ ნარგუშება მე ზემოთ ცეცხლი და ზემოთ ცეცხლა ქვემოთ მე წასულიყო? არა, ეგ არ მინდოდა. არა, ეგ როგორ უნდა გამოსულიყო მართლა. მოდი ჩელენჯი გინდათ? ვის შებერილზე საინთება ცეცხლის არის გამარჯვებული? გაწყობთ. მოკლედ წესები მარტივია, ჩვენ უბერავთ სულს და სანამ რომელიმე ცეცხლს არ აანთებს არ ვჩერდებით. რაც მახსენებს ამბობს, რომ ჩემი გენერალური სპონსორი გახდა საქართველოს ბანკი და სანამ ვინმე გაიმარჯვებს, ინვესტიციების გენიალურ გათამაშებაზე მოგვიყვებით, რომელიც მობილ ბანკში ტარდება. ოჩხ, ვერანთე, ილოცა და გამარჯვებულს რა? გამარჯვებულ ჩემი ფეხები და ამ აბსურდული პრიზის ფონზე რამ ხელა მოტივაციით უბერავთ. მაგრამ წარმოიდგინეთ ავქმედებაზე $1250 Nvidia-ს აქციის მოგების შანსი რომ გქონდეს, როგორ დავიგლეჯდით ფილტვებს. მოძლიერდა. გამოიწევს კამერას. თეა. ის ნიკო, ნუ გადაეფარები, დაიჭირა ეს თეა. სინამდვილეში ინვესტიციების გათამაშებაში მონაწილეობაც სული შებერვასავით მარტივია. გამარჯვების შანსი ყველას აქვს, ვინც მობილ ბანკში აქციებით ივაჭრებს. ამისთვის კი $5 ტრანზაქციაც კი საკმარისია. ბევრი არ მოგივიდეს ახლა. გაკ 3 წამისო. თანაც ჩვენ სული შებერვაში შეზღუდულები ვართ. ინვესტიციების გათამაშების ჩართვის შემთხვევაში კი პირიქით, რაც უფრო მეტ ტრანზაქციას გააკეთებ, შანსი კიდევ უფრო იზრდება. ეხო, გამოდი, ბიჭო. რა? და კარგად იცილება. გაუსრულებლად გააქცელა. ეხა ატრაკებთ ეხა. ეს ყარ ყოფნის. გაშუაშია დრაკონი ვის უშვებდა. მოკლედ ლუკასთან განსხვავებით, თუ გინდა მოგებას პრიზით სახლდეს თან, დროა მობილ ბანკი გადმოწერო და ინვესტიციების გათამაშებაში ჩაერთო. ნუ შენ არ იცვლებ. ბადი. You see this? Take that and shove it up your physics ჩაბარებული brain. ჩვენი ჩორიზო ბევრი ჯაფის მე როგორც იქნა შეიბრაცა და მეც ხვის გაკეთებულზე ისე მოქცევა დავიწყე, ვითომ სამზარეულოს ნამდვილი ექსპერტი ვიყავი და სისულების ლაპარაკს შევყევი. ხავარი მუღამი რა არის ჩორიზოს. როცა გრილზე შეიწვევა ჩორიზო, უნდა გადააფინო ზემოდან პანი, ანუ ჩორი პანი. პანი არის იგივე პური. იმიტომ უნდა გადააფინო, რომ ამ პურმა იგზნოს ჩორიზოს წვენი რა, უნდა წაიღოს და ამიტომ აი ეს ზემოდან უნდა დააფარო. ესე აკეთებენ ტრადიციული ურუგვაელები. ანუ თხას შეხედე გიხვეწავ. ურუგვაელი. რა თხას? არ გაიქცევა. რა თხა? ორი გოუთი კაცი დგას აგენდა. გოუთ მოდიათ.
ხაკერა ცხარია შვილო ეს. ხაზადაც ხარ შორის ხო გითხარი გარჩევა ისავლეთ ხო. ოუ, შიშინია. ეხლა რო დავერევით ბიჭო. როგორ ხელა მართლა ამდები არასდროს თო. ჩორიზოს მარტო ბიჭები ვჭამთ, გოგოები ვეგეტარიანელები არიან. ეს არის მიატოვეთ კაცი და ჭამდა. ჩვენ ხორცებს არ ვჭამთ და რა ვქნა? თუმცა სუფრის გამრავალ ფეროვნებაში ისე გვეხმარებიან, როგორც ოღრაშ სიტუაციებს შეჰპერის. ჰალო. ბაბი, უშის ხალაის სიტურფე, ხევსურეთიდან ამღარა, არ ვიცი შეამყევიო. ეს შეხმატკივრება დიდხანს არ გაგრძელდება. ლუკას ხომ MMS ჩელენჯი აქვს ჩასაბარებელი და თან ისე უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, რომ ლუკამ ვერაფერი გაიგოს. ამ ჩელენჯის შესრულების პირველ ვარიანტად ამ ცხვრის ჩართვა ვიფიქრეთ. არა, მოეფერენიკა. კუტუ მაჩვენე, კუტუ. პატარა კუტუ მაჩვენე სადაგაკ. ზოოფილი ასე იბადება ხალხო. ვიფიქრეთ, რომ ღამე მძინარე ლუკას ამ ცხვარს ჩავახუტებდით. თუმცა მოგვიანებით ჰალემ უკეთეს გზას მიაგნო. რასაჭირო ამ ხელა ცხვრის გამოყვანება, როცა ჩელენჯის შესრულება უპატარავესი ბაყაყითაც შეიძლება მოხდეს. გადაარდა. დავიჯერე. ამისთვის იდეალური მომენტი შევარჩიეთ. მომენტი, როცა ლუკა ტუალეტში იყო და სწრაფად გაქცევას ვერ მოასწრებდა. უბრალოდ მთავარია, რომ ლუკა დავაჯეროთ, რომ ფანჯარა გაგვიყოს. ალო? აცი გააღერწამე. რა? ეგ ფანჯარა. დენი უნდა შემოვიტანო. რა, დენი გვინდა რაღაც შევიყვანოთ. რა მინდა? პროსტა ჩამოსიე, დენი უნდა გამოვიტანო. კაბელს შემოვაგდებ და მან შეაერთ. დენის შესაძლებელი ხო არის? მომენტ. აი რა არის ხადაობა რატო? არ არის ბაყაყია რა უნდა რა უნდა გიქნა? ბიჭო შეეშინდა ეგ მე შეაშინდებოდა ხო? აუ მე მეგონა დაანახებდი ალექსანდრე რატო ჩააგდა Bro, it's not that serious. რა მართლა რა მოხდა ბაყაყია რა ახლა შენ შეყოდა ამოიყვან მაგას ამოიყვანა მაგას საბოლოოდ მიუხედავად გუნდური იდილის დარღვევისა 6-დან მეორე MMS ჩელენჯი შესრულდა და შეგვიძლია 7-დან დავრჩეთ რანჩოში. რანჩოში გადმონაცვლებამ ფუნქციები ცოტათი არია, რადგანაც მე აქტიური მძღოლი აღარ ვიყავი, ალე საჭმელებს აღარ გამიკეთებს და იზოლებული ვარ საუზმეს ჩემით გავართვა თავი, რაც არც ისე დამაიმედებლად გამოდის. კაი რატო ჯამაგა? აუ თავიდან დაბრაწე პური რა გვიჭირდა? რო დაადნეს ზემოდან მიხდი? რა კაიო. მეორე დღეს გადავწყვიტეთ ურუგვაული გაუჩოს ცხოვრებას სრულიად გავცნობოდით. წინა დღეს ალეხანდრო მატე გაგვასინჯა. Very intensive. Yeah. დღეს კი გადავწყვიტეთ ცხენები მოგვერჯულებინა. ეს ცხენები არიან ტურისტული ცხენები რა. არ არის მეჭოლი რო სხვა შეაჭდეს რა. ესენი ფერმერები იყენებენ სამუშაოდ. ამბავი ისაა რომ შევეგუოთ, შევეჩვიოთ, მოეფეროთ, მოვიელებსოთ, ვაკოცოთ ტუჩებში და მერე უკვე შეგვიძლია შევიჭდეთ რა. ცხენების ტარების აქტიური გამოცდილება არავის გვაქვს. მე მხოლოდ ერთხელ ვარ ნაჯდომი. თია და ლუკა არც ერთხელ. ჩვენმა სამეულმა გადავწყვიტეთ ერთმანეთს შევჯივრებოდით ცხენის ტარების სკილებში. ყველაზე ცუდ მოჯირითეს კი ალეხანდრო გამოავლენს და დამარცხებულ საღამოს იდეალური საჭმელის მომზადება მოუწევს. ორივე უნდა მოზიდო, რომ დაატარმოზაო რა. მარცხენა, მარჯვენა, სტანდარტულად. ის ქვემოთ რატო ამოკიდე ის არ ვიცი და იმას იმედია დამტროვის დროს არ გავიგებ. Coco? Coco. Caco, coco. Caco, coco. Okay. იმიტომ რომ მე ბიჭების მართა უფრო შემეძლია. Okay. დადით რა მოდი ხრჯიმა. Gibson ვარაბე ზადით დადით. ო, ჯიგარო. გადამაღებინე ბიჭო, კაცი ეგ ცხე. ბიჭო მე არ მომოძრავ და რო გავოთ რამე შველება ეგ. Ah!
mira y me desnuda. Una fiera inquieta que me da mil vueltas y me hace temblar, pero me hace sentir mujer. Ouch, what do I do? Nadie me lo quita. Siempre seré yo su dueña, por la que no duerme, por la que se muere, por la que respira. Okay. Me good, Luca. Yeah. Okay. Pero creo que fue porque no tenías trigo. So now Luca is worst. Yeah. Luca is worst. Okay. Okay. მართალია საფეხურები არ ქონდა, მაგრამ არ ვიცი, დავიციო საცოდავებით. ხვალ სადაც, მაგრამ Luca ყოველთვის ცოდი იყო. ამიტომ მოხვია ხინკა. ეს ნიკას ინტერპრეტაცია, ხო? არა. Okay. Okay. Qué buena. Very good. Okay. Very good. Okay, we will make and see. ხინკლის მომზადება ლუკა მალევე დაიწყო და გუშინდელი შემთხვევის გამო ბოდიშის მოხდეს მიზნით ალემ გადაწყვიტა დახმარებოდა. ტიპს რა შეუძლია მოზელვა და მაგრაზილა ძმა. მე მარტო ფიზიკა კი არ ჩავარებ. მე კი გადავწყვიტე ოღრაში ბიზაკაცის კიდევ ერთი რჩევით დამეტვირთვა ეს საღამო. როცა არჩევ შეშას, შენ ყოველთვის უნდა აერჩიო ხმელი შეშა. რატო გეტყვი? ხმელი შეშა არის ყოველთვის დინჯი. ხმელი შეშა გავს ქალს, გამოცდილ ქალს. Wow. Oh, რაკაცია. დავალავ ხელი და წყალი და მეტი წვიმი მე ცეცხლი დავახტე, რასაც გვია. აქ რა ვიცი, მეორე წომის ზევა იწყება. მე არ ვიცი, ეს teamwork-ი სადამდე გავა. წომი უნდა გემორჩილებოდეს. აუ, დიმა, ისი ფორმა მისცა. შეშაც უნდა გემორჩილებოდეს. პროცესში აღმოჩნდეთ, რომ ხინკალს ალკოჰოლიც მოუხდებოდა, თუმცა ლუდების მარაგი გამოგველია. ღვინო გააძე რა. ღვინო და თუ ჩათვერი, ჩემი ძმა. გასაფრთხილება. ან წადი მაღაზიაში. ამიტომაც სანამ ბიჭები ხინკალს დაამზადებენ, მანამდე მაღაზიაში ალკოჰოლის მარაგი თავისებით. ჰეა, რა მაინტერესებს იცი? მაგაით გინდა გასვლა და გამოხვალ? გამოხვალ? რადგანაც პოლიცია ამ სოფლებში ნაკლებად გვხვდება, ვიფიქრე, რომ ეს იდეალური შანსი იქნებოდა თიასთვის მანქანის ტარება შემეთავაზებინა. ახლა ხო? ვიცი რომ არ საბოლოოდ მაინც არ წავალ, მაგრამ თუ წახვალ წავ. გამიხარდება. ამ შეგი გაჟე ანუ ხარ დადროს აიყვანო? ხო. 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 როგორ თავხდება? აი 0 აქ ნატარები. 14 წლის არის. აი ჯერერთი 17-ის ხდება და მე რომ მთელი თბილისი აქ ნატარები მოვლილი. 16-ის არის. მთელი თბილისი აქ მოვლილი. გოგუა კიდე, ქალები ხო იცი საჭა. ძე. ოცი რა გაყვანას. აი ხო, ყველა გამახარე. თია იმედგაცრუებული დარჩა, თუმცა მან არ იცის, რომ როცა სწორ გზაზე გავალთ, აუცილებლად შევთავაზებ მანქანის ტარებას. დაждები? დაждები? მართლა? ხო. კი. მოდი. Girl is happy. გამოვარდა. დაუთხოთ ნორჩულ ზღავს. იცი მექანიკის ტარება? Mechanica is all that she knows. გამოვხარ თუ არა ზურას გოგოა. Girl knows how to do the Girl! Oh my god! That's my fucking sister! თორმეტ წარად ყოფილა თავდაჯერებული. შვიდად ვარ იცი? გადაჭრილი.
მოიგე პირველ დაждამაზე თან. პირველ დაждამაზე უკვე ჩემ თონეში. მეორე დრო დაждეს. Girl, how was it? It was amazing. I love it. ორა ბიჭები არიან. მეთქი გამზადა ხინკალი და ვერ გავიგე ამდენი ხანი რა არის. Na sexy da 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 sexy na 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 bomba bomba ამდენი დავით არაბის მერე თითქოს სიმშვიდე ვიგზენით. სადღაც ურუგვაის მიყრუებულ მიწაზე ვჭამთ ქართულ ხინკალს და ბედნიერები ვართ. ხინკალი შეფრენ დაილოცოთ. უფრო ბედნიერები ვართ, რომ ჩვენ საქართველოს მცირე ნაწილს ამ ურუგვაელსაც უზიარებთ. უხსნით გაჭირვებით ინგრედიენტებს. Cow? Sí. Pork. და გვიხარია, როცა ხინკალზე კომპლიმენტს გვეუბნება. Comino? Sí, comino. Sí. Very good. მე ვსაუბრობთ თელი საღამო ქართული ხინკლით და არა ქართული ლუდით. This is traditional Uruguayan beer. ენის ამ ხელა ბარიერის მიუხედავად ვლაპარაკობთ ურუგვაიზე, საქართველოზე, პოლიტიკაზე და გვიხარია, რომ რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა ვიყოთ, იუმორი და ადამიანურობა საერთო გვაქვს. Every country same. მეორე დღეს ალეხანდროს დავემშვიდობეთ. იმედი მაქვს, რომ დაბრუნდები, იმიტომ რომ 5 დღეშიო Starlink-ის გვექნებაო და დაგპატიჟებო ლოკალურ ლუდზე და ხორცეო რა. Okay, deal. Bye. Dale, Starlink te escribo. Starlink on, write me and back. ჯერჯერობით მანქანას ვერ მოვატრიალებთ, მაგრამ წინ დიდი გზა გვაქვს ბრაზილიისკენ. თუმცა ფაქტია, რომ ურუგვაიმ თავი განსაკუთრებულად დაგვამახსოვრა. Რამდენი სამხრეთ ამერიკული ქვეყნის ნახვის შემდეგ ერთი რამე თქვა შემიძლია ურუგვაიზე, რომ ადგილებით არ ბწყინავს რა. მაგრამ ხალხი უცბელად დადებითი ადამიანები არიან რა. შეიძლება კოლუმბიაში თუნდაც აი ზედმეტად მევსიცირიან და სუგაღიმებული არიან ან შეიძლება რავი ბრაზილიაში სუციკვავე და რაღაც ეგეთი განწყობაა, მაგრამ მაინც მგონია რომ შედარებით უფრო ხელოვნურია ვიდრე აი გულიდან წამოსულიდან. ურუგვაიში საკუთარი შინაგანი სიმშვიდე და ბედნიერება თან დავწერთ და მადლიერება ცხოვრების რა. ნახოთ ძირითადად გემოდება. ვიდრე რომ ჩვენ მივდივართ სამხრეთ ბრაზილიაში იმ ცუდი რიოს გამოცდილების მერე კიდევ ერთხელ შემომოწმებთ ბრაზილიაში მიბრუნება ვირს თუ არა. თუმცა ბრაზილიაში ესე მარტივად ვერ გადავალთ. თურმე ურუგვაი ბრაზილიის საზღვარზე დიდი განსაცდელი გველოდა. სერიოზულ შარში ვართ. ურუგვაიდან ბრაზილიისკენ ისე გადმოვკვეთეთ საზღვარი, რომ სასაზღვრო პუნქტი არ გაგვივლია, ანუ ჩუღუმებმა რა გზაც აირჩია, მოვყევით. და რეალურად სერიოზული პრობლემა შეიძლება შეგვექმნეს საზღვრის კანონად გადაკვეთაზე. კორუფცია და რაღაც თუ არა, ფული შეიძლება მოგთხრა.